ეხება განცხადება 4 წლის თავზე და საარჩევნო გზავნილი საზოგადოებას ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი დასრულებულია და ვისაც ეს არ ჯერა მალე დაიჯერებს. ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც შეცვლის ქვეყნის ბედს უკეთესობისკენ. ეს განცხადება ეროვნული ფორუმის თელავი ყვარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გელა გელაშვილს ეკუთვნის, როდის მიხვდა ეროვნული ფორუმი, რომ ბიძინა ივანიშვილი დასრულდა და რას უკავშირდება მათი ასეთი განცხადებები 2030 შეკითხვებს გუბასანი კიდევ უპასუხებს ბატონო გუბას მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო და დღეს ხართ ჩვენთან სტუდიაში სტუმრად. ბატონო გუბას, მინდა სწორედ ამ განცხადებით დავიწყო. ეს არის გელა გელაშვილის განცხადება. ქართულ პოლიტიკაში ბიძინა დასრულებულია და ვისაც ეს არ ჯერა, მალე დაიჯერებს. ამ თქვენი კანდიდატის წარდგენას ესწრებოდით თქვენს და კახაშართვის შესაბამისად დარწმუნებული ვარ, რომ ინფორმირებული ბრძანდებით ამ განცხადებასთან დაკავშირებით. მაინტერესებს ბუნებრივია, როდის მიხვდა ეროვნული ფორუმი, როდის მიხვდნენ ეროვნული ფორუმის წარმომადგენლები, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო მათთვის დასრულებული და პოლიტიკაში. და უკავშირდება თუ არა თქვენი რას უკავშირდება საინტერესო ამ ტიპის განცხადებები და არის თუ არა ეს განაწყენების შედეგი? ქალბატონო მაკა, მინდა მოგესალმოთ, ბედნიერი ვარ დღეს რომ პირველად თქვენ სტუდიაში ვართ. რაც შეეხება გელა გელაშვილის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილი დასრულებულია პოლიტიკაში, ფორუმი მიხვდა მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილმა გამოგვიცხადა თვითონ რომ პოლიტიკიდან წავიდა. რამე ხო არ მეშლება? ჩვენ გავიმეორეთ ის, რასაც თვითონ ამბობს. ამიტომ რა არის გასაკვირი და როგორც ჩანს ბატონი ბიძინა ნაწყენია დღეს აშკარად შევატყე. ეს ცუდი არ არის, ახლა გეწყინება ხოლმე ახლობელი ადამიანისგან და თანამებრძოლისგან. ეს ცუდი არ არის, მაგრამ რა განცხადებაც მან კერძო ჩემს მიმართ გააკეთა, მე ვთვლი რომ ეს იყო ძალიან უსამართლო განცხადება და არაკორექტული. რომელ განცხადებას გულისხმობთ? აი როცა თქვა მილიონი ვიშოვე, მე თუ არ ვიშოვე. ეს ერთი. ხო? იმას დავანებოთ თავი გელა გელაშვილმა თქვა ის ჩვენმა მაჟორიტარობის კანდიდატი. ანის აღიზიანებს რომ პოლიტიკაში ფული ვერ იშოვა, ან ჩემს გინებაში ფულს იღებს. ხო, ეს ბოლო ფრაზა საერთოდ ჩემთვის ძალიან დამთრგუნველია. ხო, მე არ დაგიმალავ ჩემს განწყობას, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ ასეთი განცხადებით. ბიძინა ივანიშვილმა დღეს გაიმეორა ვანო მერაბიშვილის ბინძური ჩანაწერები, თან გაიმეორა არასწორად და იცრუა მან, იმიტომ რომ თუ გადავხედავთ და YouTube-ში არის, სხვათა შორის ესა, მიირთვით უყველამ ეს ჩანაწერი, ვისაც გაგეხარდებათ. იქ მე ვამბობ, რომ პოლიტიკიდან უნდა წავიდე და უნდა ვიშოვო ფული. არის ერთი წუთი ხალბატონო მაკარა ძალიან აღთხოვთ რა მე მოსული ვარ მე უნდა გავაკეთო ჩემი მოსაზრების გადმოცემა 15 წუთი გვაქვს და ესეც კი ბატონო არ გასულა 15 წუთი მაცალეთ ცოტა ხანს ძალიან დიდი სხვაობაა კაცი როცა ამბობს რომ პოლიტიკაში უნდა მოვიდე და ფული ვიშოვო და აბსოლუტურად განსხვავებულია როცა კაცი ამბობს რომ პოლიტიკიდან უნდა წავიდე და ფული ვიშოვო მე მგონი დამეთანხმები ბიძინა ივანიშვილმა დღეს იცრუა მაგრამ მე ამას დღეს ჩაუთვლი მას შეცდომად და უყურადღებობად და არ ვიტყვი იმას ადამიანს აქვს შეცდომის უფლება ბატონო ბიძინა იქნებ ნახოთ თავიდან ის ჩანაწერი და იხილოთ რაზე არის საუბარი ხო ეს ერთი მერე მეორე მან გამოაცხადა რომ აშკარად ჩანდა რომ ის ნაწყენია ჩვენი განცხადებებით ბატონო ბიძინა რაზე ხართ ნაწყენი იმაზე რომ არ დაგეთანხმეთ ზვიად გამსახურდია შეფასებაში იმაზე რომ არ დაგეთანხმეთ რომ მურუსიძე მსხვერპლია იმაზე რომ აკუბარდია არ ყოფილა ფსევდო ოპოზიცია ისე მარტივი შეკითხვები იბადება აკუბარდიას თქვენ რომ ფსევდო ოპოზიციას ეძახით მაშინ თქვენ სად იყავით რომელ ბანაკში იყავით ბატონ ბიძინა ეხსიერება არის ადამიანის თვისება სააკაშვილთან იყო ბიძინა ივანიშვილი არ გვახსოვს როცა აკუბარდია იყო ფსევდო ოპოზიცია მისი განცხადებით ბატონი ბიძინას განცხადებით 2012-მდე იყო ოპოზიცია ბატონი ბიძინა როდის მიხვდა რომ სააკაშვილი აღარ იყო კარგი ადამიანი ყველაზე ბოლოში ხო ასე არ იყო რამე ხო არ მეშლება მე სხვაგან ხო არ ცხოვრობ რომელი წელია ბატონო გუბა ეს არის 2012-ში გააგე 26 მაისის 2012 წელს მიხვდა ბიძინა ივანიშვილი ამას ამბობ 2011 წელს მიხვდა რომ მიხეილ სააკაშვილი არ იყო კარგი პოლიტიკოსი მაკა ჩემო კარგო ახლა რა ხო არ ბნელა მართლა ყველაზე ბოლოში მიხვდა ბიძინა ივანიშვილს სააკაშვილი არ ვარგოდა და სხვათა შორის იმ მონსტრის დამარცხებაში რაშიც მან გადამწყვეტი როლი ითამაშა, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი როლი ითამაშა, ამ მონსტრის შექმნაშიც მან გადამწყვეტი როლი ითამაშა. მე ცოტა სხვა ტიპის განცხადებები მახსოვს და ვფიქრობ რომ თქვენს 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ. არ მახსოვს მე არაფერი.
კარგი, შემიძლია შეგახსენოთ მოგვიანებით ან ჩაგიგდოთ ის ლინკები, სადაც მოცემული არის. მე ვფიქრობდი, რომ თქვენ დაინტერესდებოდით, როდესაც ბიძინა ივანიშვილი, როდის მიხვდა სააკაშვილის მმართველობა, კარგი იყო თუ ცუდი, ვფიქრობდი, რომ თქვენ იყავით ამის შესახებ ინფორმირებული. ისე ნუ გამოიყვანთ, რომ პირველი ოპოზიციონერი ბიძინა ივანიშვილი იყო და მე შეუერთდით ჩვენ. არ გამოყვავს ბატონო. მე გავსვამ შეკითხვებს და მაქვს საკმაოდ ბევრი შეკითხვა სხვათა შორის. კი ბატონო. რაც შეეხება განცხადებებს, თქვენ შეგეძლოთ 5 წლის განმავლობაში იყავით თანაგუნდელები და მასთან კომუნიკაციის საშუალება, მე რამდენადაც ვიცი თქვენ გქონდათ შესაბამისად, თქვენთვის ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო რთული იმის გაგება, თუ როდის გადაწყვეტა და რა გადაწყვეტა ბიძინა ივანიშვილმა. ბატონო გუბას, რომ დაუბრუნდით მაშინ, რადგან ამაზე არის საუბარი. ეკითხავ, შეულობდი თუ არა ფულს? ესეც ეკითხა. თუ მაჯაზე წამავლო ხელი. დაუბრუნდეთ. კი ბატონო, მე გულწრფელად გეტყვით, არ ვაპირებდი, რაც შეეხება ამ საუბარს. ამაზე სევცლად და თქვათ რაღაც დროის დათმობას, თუმცა რადგან გაკეთდა განცხადებები, ბუნებრივია მეც დავინტერესდი ყოველი შემთხვევისთვის. მოვინიშნე საუბრის ტექსტი და არის ასეთი: დღეს ეხლა ჩვენ ფული უნდა ვიშოვოთ, რა პოლიტიკა იქნება? არ იქნება მაყუთი უნდა ვიშოვოთ. არც სკამები არ გვინდა, არც პრეზიდენტობა არ გვინდა, მაგას არ გადავაყოლოთ ჩემი ცხოვრება. ფული უნდა ვიშოვო, მილიონერი უნდა გავხდე, შემდეგ ერთ საქმეს გავაკეთებ საჩვენოს, შემდეგ უკვე სხვა პირი ამბობს, ყაზახეთის გადაზიდვები ჩაგვაბაროს, რაცაა და ვსო დამთავრებულია ყველაფერი. რაც საქართველოდან გავა ყაზახეთში, ყველაფერი იქნება ჩვენი. ეს არის თარიღდება 2012 წლის 27 სექტემბერი. კი ბატონო. რა აღმოაჩინეთ ახლა მან რომ პოლიტიკაში ყოფნას ერთი წუთით, მაგა ჩემო კარგო. რა აღმოაჩინე ახლა მან? პოლიტიკიდან წასვლას ვაპირებ, არც პრეზიდენტობა მინდა, არც დეპუტატობა მინდა, რაღაცები გამოტოვებული გაქვთ, მაგრამ არა, არაფერი არ მაქვს გამოტოვებული, ბატონო გუბას, ნამდვილად ზუსტად არის ამ ხელმისაწვდომია YouTube-ზე და ნებისმიერ მაყურებელს თუ მსმენელს ძვირფასო მაგა, შევთანხმდით ჩვენ თუ არა, რომ ფარული ჩანაწერები არ იქნება გამოყენებული უკვე. ვარ საზოგადოება შეთანხმებული თუ ჩემზე არა, დღეს ბატონ ბიძინა გამოვიდა და მერაბიშვილის ჩაწერილი სიბინძურებით აპელირებდა. რაშია საქმე მერაბიშვილის მიერ ჩაწერილი სიბინძურეები აბა სხვამ ჩაწერა ვინმე თქვენივე განცხადებას გავიხსენებ თქვენთვის ძალიან სამწუხაროა რომ ისეთი გავლენიანი ადამიანი როგორც არის ბიძინა ივანიშვილი იყენებს ფარულ ჩანაწერებს ეს დღეს განმავლობაში რამდენჯერმე განაცხადეთ ციტატას წავიკითხავ ბატონო ბიძინა კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს ოჯახში როცა გაგეხარდებათ მაგრამ უჩემოთ ჩემს ოჯახში სიარულს თავი დაანებეთ საინტერესოა რას გულისხმობთ როდესაც ამბობთ რომ უჩემოთ ჩემს ოჯახში სიარულს თავი დაანებეთ ის როცა ოჯახში პრივატული გარემო გაგიგიათ რამე ხალბატონო მაგ ამის შესახებ პრივატული გარემო, პრივატული არეალი. ადამიანს აქვს პრივატული არეალი. ჩემს ოჯახში, როცა აკეთებენ უკანონო ფარულ ჩანაწერს და მე შენ იმას იმეორებ, ეს არის დაუპატიჟებელი სტუმრობა ჩემს ოჯახში. მარტივად ხსნი ძალიან. თუმცა რამდენჯერმე როცა ქვეყანაში ასეთი გავლენიანი ადამიანი ამას იმეორებს. სოციალურ ქსელში გაჩნდა შეკითხვები, რომ ხომ არ მოხდა ეს ჩანაწერი, ხომ არ იყო გაკეთებული ბიძინა ივანიშვილის მიერ. ანუ ორაზროვან განცხადება დაგექვეს თქვენს მიერ გაკეთებული განცხადება. სწორედ ამიტომ ჩემს მიერ არა გამეორება უკვე არის. გამეორება, როცა ბატონმა ბიძინამ გაიმეორა ეს ვიგულისხმე ზუსტად ღმერთმა დამიფაროს მე რო ეს ვიფიქრო მაგრამ მე ვთქვი ის და ვიგულისხმე ის რომ ბიძინა ივანიშვილმა დღეს რო გაიმეორა ვანო მერაბიშვილის მიერ ჩანაწერი ხო ეს ნიშნავს დაუპატიჟებელ სტუმრობას ისევ ჩემს სახლში მარტივია გასაგებად მე მგონი არ არის ისა რთული ხო განმარტების შემდეგ მარტივია ბატონო გუბას ფაქტია ისიც რომ ბიძინა ივანიშვილს აი იმ რეგიონებთან შეხვედრების თუ ზოგადად განცხადებების პირობებში თქვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ნამდვილად არ უხსენები ხართ, თუმცა მახსენდება იგივე თქვენი განცხადება, როდესაც გამოქვეყნდა ბიძინა ივანიშვილის წერილი. ხო. სწორედ აი ამ ურთიერთ განცხადებების დასაწყისზე მინდა გკითხოთ. ივანიშვილის წერილის გამოქვეყნებისას განაცხადეთ, რომ ეს იყო საშუალოზე დაბალი დონის თამადის ნაცვლად. დღესაც ასე ვთვლი. თქვენ მაშინ მის ამ წერილს ასევე უწოდეთ უნიჭო კაცის დაწერილი და პარალელურად არ გამორიცხეთ რომ ეს წერილი შესაძლოა სულაც არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწერილი. შესაძლოა კი არა, დარწმუნებული ვარ რომ ის დაწერილი არ არის ეს წერილი. ვის დაწერილია შესაძლოა? ამის უნარი არ აქვს ბიძინა ივანიშვილს რომ მსგავსი წერილი დაწეროს. არა, ბიძინა ივანიშვილს სხვანაირად წერს რა და გაცილებით უფრო ნიჭიერად აწერს რა. ერთი წუთით რა. ეს არის ჩემი მოსაზრება. იცით როგორ არის აქ მაკა ჩვენ კოალიციაში აღარა ვართ. ხო? ბიძინა ივანიშვილს ჩვენ უთხარით, მე და კახა შარდავა რო შევხვდით, უთხარით რომ იქნებ, ან მობრუნდეთ პოლიტიკაში, ან გაეცალოთ ამას, იმიტომ რომ მარტივი დათვლა არის, ხო?
უკვე ყველაზე საუკეთესო გამოკითხვებით ოცნებას აქვს 1/13, ხო, 33% თქვა. ერთი ესეც არ ამგონი. ანუ 2/13 ერის უკვე არ არის ამოცნების მომხრე. ანუ აქედან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილმა დაივიწროვა თავისი სამოქმედო არეალი, ხო? ის გახდა მხარე. ჩვენთვის ქართული ოცნება უკვე აღარ არის კოლეგა პარტია, ხო? ჩვენ აღარა ვართ კოალიციაში. რა თქმა უნდა, ფორუმი დაინტერესებულია, რომ გააკრიტიკოს ოცნება, ისე როგორც ოცნებამ უნდა გაგვაკრიტიკოს ჩვენ, ხო? ძალიან მარტივია ეს ამბავი. როცა ვამბობ, რომ წერილი არ მომეწონა, ეს ტრობას არ ნიშნავს, ჩემო კარგო, ეს ნიშნავს კრიტიკას. ბატონმა ბიძინამ ეს კარგად იცის. მეორე, როცა ვამბობ, რომ ზვიად გამსახურდიაზე მისი შეფასება არის სულ ცოტა მცდარი, ზვიად გამსახურდიაზე არ შეიძლება. უკაცრავად ბატონო გუბას ვერ მოგცემთ ამდენ დროს, ბუნებრივია კითხვა-პასუხის რეჟიმში უნდა წარმართოთ გადაცემა. რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას 5 წლიანი თანამშრომლობის დროს არ ქონდათ იმის საშუალება, რომ თქვენ კომუნიკაცია ქონოდათ ან დალაპარაკებოდით. მომეყოლა ამბები ზვიადის შესახებ, მე მეგონა რომ იცოდა ამის შესახებ. და მისი პოზიცია არ არის მართებული ზვიად გამსახურდიასთან მიმართებაში, არ გიცდიათ არასდროს. არა, არასდროს არ მიცდია და არც ყოფილა ჩვენ იქ ზვიად გამსახურდიას დამსახურებებზე თუ მან კი ერთვისებებზე არ ქონდა საუბარი. და მე რატომღაც მეგონა, ეს თუ ჩემი დანაშაულია, ეგეც ახალი აღმოჩენაა. მე რატომღაც მეგონა, რომ ბატონი ბიძინა ინფორმირებული იყო. ზოგადად რამდენად ზარბაზნები რო ესროლეს. ეს ზვიად გამსახურდიას სისუსტე არ ყოფილა. კოალიციის ყოფილი წევრების მხრიდან იგივე ბიძინა ივანიშვილის მისამართით საკმაოდ ხშირად არა მუდმივად გვესმის როგორც პირადი შეურაცხყოფის ტონში. საიდან მოიტანეთ? ბიძინა ივანიშვილის იმედი მაქვს რომ შეხვდებით როდესმე და თუ მე მეყოლება საიდან მოიტანეთ? როცა ვამბობ, ჩემო კარგო, ახლა ცალკარში თამაშ დავალებოთ თავი. მომეცით ბატონო გუბას და აუცილებლად მოგცემ შემდეგ უკვე პასუხის გაცემის საშუალებას. რაც შეეხება მთელი ამ ხნის განმავლობაში გვესმის იგივე რესპუბლიკელების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის ძირითადად ბიძინა ივანიშვილის მისამართით საკმაოდ კრიტიკული შეურაცხყოფელი განცხადებები შეიძლება პირდაპირ ითქვას. რამდენად არის პოლიტიკოსობა იმუნიტეტი, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს იმუნიტეტად, რომ შემდეგ სამომავლოდ იგივე თუნდაც კოალიციიდან გასვლის, კოალიციის დაშლის შემდეგ გაკეთდეს იმ ტიპის განცხადებები, რაც კეთდება თქვენი ყოფილი თანაგუნდელის მიმართ, ყოფილი კოალიციის ყოფილი წარმომადგენელი. ეს ჩემი საქმე არ არის რესპუბლიკური პარტია რა სიტყვის ბიძინა ივანიშვილზე. არა, ჩემი მხრიდან მე ისევ გიმეორებთ. ერთი თქვენი პრეტენზია. გელაშვილმა თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი დამთავრდა პოლიტიკაშიო, ხო? ეს თვითონ ბიძინა ივანიშვილმა თქვა. ეს ჩემი პრეტენზია არ არის, ბატონო გუბას დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში უამრავი მოსაზრება წავიკითხეთ ამ საკითხთან. ახლა თქვენი შეკითხვები ჩემ პასუხებზე მეტი არ უნდა იყოს. თქვენ მაღალი კლასის ჟურნალისტი ხართ, ხო? პირველი პრეტენზია ბატონი ბიძინასგან, ანუ ნაწყენი რატომაც არის, ხო? გელაშვილმა ჩვენმა მაჟორიტარმა თელავში თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დამთავრდა, ხო? თვითონ თქვა ბიძინა ივანიშვილმა, რომ პოლიტიკიდან წავედით. მეორე ნაწყენობა ზვიად გამსახურდიაზე როგორ გავაკრიტიკე და არ ვეთანხმები მის მოსაზრებებს. იმიტომ მან არ იცის ზვიად გამსახურდიას 8 წლის შესახებ. მესამე საკითხი, დღესაც ავთქვი, აკუბარდია არ ყოფილა ფსევდოოპოზიციური ტელევიზია, არ ვეთანხმები ამას. არ ვეთანხმები ბიძინა ივანიშვილს, რომ ურუსიძე არის მსხვერპლი. დამნაშავე ვარ? ტერი ვარ მე ბიძინა ივანიშვილის. უნიჭო კაცის დაწერილი უნიჭო კაცის დაწერილი იმის პარალელურად როცა ბიძინა ივანიშვილი აცხადებს რომ ეს არის ჩემი დაწერილი. ჩემი შეფასებაა, ჩემო კარგო რა. გასაგებია თქვენ ქართული კრიტიკა ბესო ჟღენტი გაგიგიათ საერთოდ. გასაგებია. რაც იწერება ის კრიტიკას ექვემდებარება, ჩემო კარგო. რამე ხელშეუხებელია ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში თუ განსაკუთრებული სტატუსი აქვს. ისე ვიმეორებ რა. მეხსიერება არ აქვს მოკლე. მეხსიერება არ აქვს მოკლე. ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციაში გადმოსვლამდე იყო სააკაშვილის თანაგუნდელი და მერაბიშვილით იყო აღფრთოვანებული. ეს მის სიტყვებს გეუბნებით. ბატონო გუბას 2016 წელს გაგახსენდათ ეს საკითხი. იმედე და რა ვქნა, მაგა რა პრობლემა გაქვს? მითხარი, აი ვერ გავიგე რას მეკითხები, რომ რა. რომ ბიძინა ივანიშვილმა დღეს რაც ქნა იყო სამართლიანი და მე უსამართლოდ იქცევი. იყო აღფრთოვანებული ვანო მერაბიშვილით, როგორც ჩანს თქვენ ამით რომელი ჩანაწერებს აკეთებდა? გასაგებია რომ ხარ უკმაყოფილო, თუმცა საინტერესოა, მხოლოდ 2016 წლის 19 სექტემბერს ბატონო გუბას 2011 წელს ან 2012 წელს რატომ არ გაგახსენდათ ან 13-ში, 14-ში ეს ყველაფერი? ჩემო კარგო რა.
ვარდების რევოლუცია რომ მოხდა ზუსტად მესამე დღეს გამოვედი და ტელევიზორში თქვი რომ სააკაშვილი უნდა გაკონტროლდეს. ამას ვეუბნებოდი აც განსვენებულ ზურაბ ჟვანიას და ამას ვეუბნებოდი ნინო ბურჯანაძეს. იმიტომ რომ ვიცოდი რომ ქვეყანა აქითკენ წავიდოდა და ბიძინა ივანიშვილი იყო სერიოზული ხელის შემწყობის სააკაშვილის რეჟიმის გამაგრებაში. რამეს ახალს ვიგონებ? რას გულისხმობთ ამბობთ? ანუ გადარიცხვებს გულისხმობთ, ფინანსურ დახმარებას ხარდაჭერას გულისხმობთ. ხო, მაგა. რომელ წლამდე შეგიძლიათ? მე არ მეშინია. რომელ წლამდე იყო ეს? 2011 წლამდე, როცა მან გააკეთა. 2011 წლამდე ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილის ხელისუფლებას გამოცდაზე ვარ მე თუ რა არა მაინტერესებს თქვენ რაღაც ახალს ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება რომ 26 მაისს მივხვდიო როცა დაარბია მიტინგი მაშინ მივხვდი რომ სააკაშვილი არის კარგით თქვენი ერთ-ერთი არა მე არ გაგზიანებული უბრალოდ ვცდილობ ფაქტები კიდევ ერთხელ დავაზუსტო ის იყო სწორი ცილის წამება იყო ის რაც დღეს ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ჩემს მიმართ თქვენთან მიმართებაში YouTube-ზე ეს ჩანაწერდა ნებისმიერ და ბიძინა ივანიშვილმა ვარაუდები და ანალიზი შეინახოს თავისთვის რა რო გონია სხვა უხდისო პულსო ვინ მიხდის პულს მითხარ გავიხსენე 2015 წლის 6 მარტი თარიღდება გადაცემა რეაქცია და ციტატა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ ერევა, ჩემი საქმიანობის მაგალითზე გეტყვით, არასოდეს არ დამჭირვებია ბატონ ბიძინასთან იმ მიმართულებებზე შეხვედრა, რა საქმიანობაშიც რა მიმართულებაზეც მუშაობ აქედან გამომდინარე, ის არ ერევა ამ საქმიანობაში, მე საკმაოდ სერიოზულ საქმიანობაში ვარ ჩართული, ეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ხდება. კიდევ ერთხელ ვამბობ, არასოდეს დამჭირვებია და არც გამიგია რომ მასთან რაღაცაა შესათანხმებელი. რა თქმა უნდა, მას გავლენა აქვს, მაგრამ გავლენა აქვს როგორც საზოგადოებრივ ფიგურას. ანალოგიურ განცხადებებს აკეთებენ მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები ბატონო გუბაზ. ზოგი ამბობს, რომ საერთოდ არც კი მისცემდა ბიძინა ივანიშვილს საქმის საქმიანობაში ჩაარევის უფლებას. როდესაც არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობთ, შეგიძლიათ გითხრათ, რის საფუძველზე აკეთებთ ამ ტიპის განცხადებებს? როგორც ჩანს, ხალბატონო მაკა, თქვენ არ აქცევდით საერთოდ ჩემს გამოსვლას. სანამდე წერილს გამოაქვეყნებდა ბიძინა ივანიშვილი, მე მანამდე კბილებით ვიცავდი ამ პოზიციას, რომ მე არსად ფაქტი არ მაქვს, რომ ის არაფორმალური მმართველი არის ქვეყნას. მაგრამ როგორც კი წერილი გამოაქვეყნა მან, სადაც ის პირველ მრავლობით პირში საუბრობს წარსულზე, აწყოზე და მომავალზე ხელისუფლების სახელით, ეს არის დამადასტურებელი დოკუმენტი არაფორმალური მმართველობის. მე თქვი ხალბატონო მაკა, თქვენ მე ვერ გამომიჭერთ ამაში. იმიტომ რომ წერილის ჩემი პოზიცია გამოიცვალა წერილის გამოქვეყნების შემდეგ, წერილის გამოქვეყნებამდე მე ყველა სხვათა შორის გამოსული ვიყავით უკვე იმასიდან კოალიციიდან. რამოდენიმე თვე და მე დღენია და გვადასტურებდი რომ ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის დამადასტურებელი საბუთი მე პირადად არ გამაჩნია, მაგრამ როცა მან წერილობითი დოკუმენტი დადო როცა ის საუბრობს არაფორმალურ მმართველობას ბატონო გუბას ვერ გრძნობდით მანამდე მხოლოდ წერილის შემდეგ იგრძენით? გაგეცი ხო მაკა პასუხი. გრძნობდი თუ არ გრძნობდი გრძნობებზე პოლიტიკა არ არის აწყობილი, ფაქტზე არის აწყობილი. მე პირადად არ მქონდა არანაირი ფაქტი რომ ბიძინა ივანიშვილი არაფორმალურად მართავდა ქვეყანას. ფაქტი არ მქონდა, არ გადავყრივარ. ვიმეორებ, ჩემთვის არაფერი არასდროს არ დაუვალებია, ხო, მაგრამ როცა მან წერილი გამოაქვეყნა, მან დადო წერილობითი ფაქტი, როცა ის პირველ პირში საუბრობს ხელისუფლების სახელით, სადმე გაგიგიათ ეგეთი რამ ერთი მოქალაქე ლაპარაკობდეს ხელით, ჩვენ ეს გავაკეთეთ, ჩვენ ამას ვაკეთებ და მომავალში ამას გავაკეთებთ. რა იცის ერთმა მოქალაქემ მთავრობა რაც იზამს მომავალში. თუ ის არაფორმალურად არ არის ჩართული ამ საქმიანობაში, მაკა. რამეს გაუგებარ საუბრობ? გასაგებია, კარგით, მითხარით რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, ამ ტიპის განცხადებები მოვისმინეთ, სწორედ ამის გათვალისწინებით გეკითხებით, დაგვაბრუნოს ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს რესპუბლიკელებისგან მოვისმინეთ და შემდეგ ნახოთ რასაც ვიცით, რაღაც დაახლოებით ამ ტიპის განცხადება იყო. მე არ ვარ, მე არ გეკითხებით, არც რესპუბლიკური პარტიის განცხადებების შეფასებას ნამდვილად არ გთხოვთ ბატონო გუბას, ისინი თქვენი თანაგუნდელებიც იყვნენ მთელი ამ ხნის განმავლობაში. და მეგობრები არიან დღესაც. კი ბატონო, საინტერესოა თქვენ როგორ ფიქრობთ, ანუ რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი. ამას ძალიან ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით გეკითხებით. 2012 წელს მოახერხებდა ეროვნული ფორუმი დამოუკიდებლად იმ რეჟიმის. რა თქმა უნდა, ვერა, ჩემო კარგო. და რა აღმოჩენა, რა თქმა უნდა. აღმოჩენებს მარადიულად, მუდმივად, ყოველთვის გავიმეორებ ჩემს შვილებს და ჩემს შვილიშვილებსაც ვასწავლე ამას. შვილებმა იციან. ბიძინა ივანიშვილის დამსახურება არის განუზომლად მაღალი.
მან ქვეყანა გადაარჩინა სისხლის ზღვრისგან. წერტილი. ახლა შემდეგ არის შანსი რომ ქვეყნის მხსნელს რაღაცები ეშლებოდეს. მე მგონი საკმარისია ბატონო გუბას. არის ამის შანსი? ჩვენ არა გვაქვს უფლება ქვეყნის მხსნელს, რომელიც თავის მოსაზრებებს გამოთქვამს, არ დავეთანხმოთ. თუ კონსტიტუციაში გვიწერია სამის დღემჩიოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი რასაც იტყვის, იმას უნდა დავეთანხმოთ. ამიხსენი მაგა. დღეს სიტყვის თავისუფლება არის შეზღუდული ბატონო გუბას. ვაიმე დედა არ მithქვამს, მაგა ჩემო კარგო, არ ვეთანხმები ბიძინა ივანიშვილს რომ მურუსიძე. ბატონ ბრაზდებით, უბრალოდ. კი არ ბრაზდები, იმიტომ რომ მიტრიალებს ის არის შეზღუდული, არა, შესაბამისად არავინ არაფერში არ ზღუდავს. ერთენაზე ხო ქართულად საუბრობ. და აკეთებთ მაგა მაქვს თუ არა უფლება არ დავეთანხმო ბიძინა ივანიშვილს, რას გეუბნებით ხო არ იცით? არ დაეთანხმოთ ბიძინა ივანიშვილის ნაცვლად. და რაში? კონკრეტულ დეტალებში. მაქვს თუ არა უფლება რომ არ დავეთანხმო ბიძინა ივანიშვილს რომ მურუსიძე არის მსხვერპლი. რა თქმა უნდა გაქვთ. ხო. მაქვს თუ არა უფლება არ დავეთანხმო ბიძინა ივანიშვილს ზუსტ გამსახურდია შეფასებაში. რა თქმა უნდა. მაქვს თუ არა უფლება არ დავეთანხმო და მორჩა აბა რაზე მეკამათებით. კიდევ ერთი პატარა განცხადება გამახსენდა თქვენი 2011 წლით და როგორ კარგად შეგისწავლეთ პირველად ვარ თქვენ სტუდიაში და კარგად მოზადებულ ხართ. კიდევ ძალიან ბევრჯერ მოხვალთ რომ ნერვების ომში ბიძინა ივანიშვილი მოიგებს. და მოიგო კიდევაც, მაშინ მოიგო. დღეს როგორ ფიქრობთ რა მოხდება? ბიძინა ივანიშვილი, დღევანდელი ბიძინა ივანიშვილი ჩემდა სამწუხაროდ ძალიან არ აგავს ბიძინა ივანიშვილს 2012 წლისას. არ აგავს იმას. მაშინ გაცილებით უფრო ძლიერი და სალიკლდესავით იყო. კარგი. დღეს ბევრ რამეში ის არ არის დარწმუნებული სამწუხაროდ. აშკარად ეთყობა მას და ისე მაგა ვერ გავიგე ეს ყოფილი თანამებრძოლების გინება რა პოლიტიკური ფანდი. ბატონი ბიძინა გამოსული არის და დაკავებული არის კოალიციის წევრების კრიტიკით, ხო? შეთავაზება მაქვს. კონსტრუქციული შეთავაზება მაქვს თქვენი ტელევიზიის საშუალებით. ბატონ ბიძინას ვთხოვ, მისი ავტორიტეტი არის შეუვალი დღესაც, ხო? ბატონო ბიძინა, იქნებ ეს გაუგებრობები რომ დამთავრდეს. იქნებ ბატონ ბიძინა მოახერხოთ რომ შეხვდეთ თქვენ პირველ რიგში დავით უსუფაშვილი, ირაკლი ალასანია და კახაბერ შარტავა. თუნდაც GDS ცუდი არ იქნებოდა. არა და გავარკვიოთ ის გაუგებრობები, იმიტომ რომ აშკარად ერთი მხარე ერთს ლაპარაკობს და მეორე ურთიერთგამომეცვა. გასაგები, რამდენიმე წუთის წინ ამოიწურა ბატონო გუბას დრო სამწუხაროდ. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ სამომავლოდ ვისაუბრებთ. გაცილებით მეც 20-30 შეკითხვებს გუბას სანიკიძე პასუხობდა რეკლამის შემდეგ თქვენ ახავთ.